მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. ჩვენმა მაყურებელმა, ერთგულმა მაყურებელმა იცით, რომ ძალიან დიდი სამეგობრო ყავს ინგუშეთში, ჩეჩნეთში და მივდივართ რაზე მალე. მივდივართ მეგობრებო ძალიან საინტერესო ნადირობის ტურზე, შეიძლება ესე ვთქვათ, იმიტომ რომ მარტო ინგუშეთში არ იქნება ჩვენი ნადირობა, ასევე დაგეგმილი გვაქვს ვინადიროთ ჩეჩნეთში და ძალიან დიდი ალბათობით ინგუშეთი, ოსეთის საზღვარზე ტახი და ჩეჩნეთი, ინგუშეთის მთები დათვი და ხო, ტახიც იქნებაო მანდო, ხო, გონი იძახიან. მაგრამ არა, თავისთავად თუ გამოვა, გამარჯვებას ვეთყვით, მაგრამ ინგუშეთში ნამდვილად მხოლოდ ტახი არის, დათვი არ არის ოსეთის საზღვართან და ინგუშეთი ჩეჩნეთის საზღვარზე ორივეს ალბათობა. მოკლედ ლიცენზია შველზე, ტახზე და დათვზე გვაქვს. დაარჩენს რაც დაგვახვედრებენ, იქ ადგილზე გავიგებთ. ასე რომ წამოვყევით. ესე იგი, ეხლა პრაქტიკულად დავემშვიდობოთ საქართველოსდან და მივესალმოთ ინგუშეთიდან. მეგობრებო, მოკლედ გამოვიარეთ რუსეთის საზღვარი. ჩვენი საზღვარი პრინციპში ისე გამოვიარეთ, რომ პრობლემები არ შექმნილა. რუსეთის საზღვარზე გაგვაჩერეს მთელი 3 საათი. უაზროდ. მიზეზი ვიცით? არანაირი მიზეზი. მიზეზი არის. თავმოუგმელობა და ალბათ ნაკლებად პროფესიონალიზმი და ნაკლებად ადაპტირება და კლიენტზე მომხმარებელზე ორიენტირება რა. მოკლედ დაღლილები ვართ საკმაოდ ისეთ დონეზე, რომ ცოტა აზროვნებაც ჭირს, იმიტომ რომ 2 საათი არის ჩვენი დროით. ღამის გამოსულები ვართ დილის 11 საათიდან. მოკლედ მივეშურებით ახლა უკვე სახლისაკენ რა, არ ვიცი. ისიც უთხარი მაყურებელს, რომ არ მუშაობს ინტერნეტი, არ მუშაობს ნავიგაცია საერთოდ. ვლადიკავკაზში დავიკარგეთ, საშინელი ნისლი იყო, ვერაფერს ვერ ხედავდით, კაციშვილი ქუჩაში არ არის. ვისაც ვკითხეთ, ისინიც აი რა ვიცი, ვერ ერკვევიან კარგად გზებში, მინდა გითხრათ და წინ და უკან ვიარეთ და ნუ მოკლედ როგორც იქნა გამოვაღწიეთ ახლა ცენტრალურ მაგისტრალზე და იმედი მაქვს, რომ სადღაც 40 წუთში უკვე დავბინავდებით. მოკლედ ტური გრძელდება. შევიკრიბეთ დილამშვიდობისა. მოგესალმებით ხალხო. ჩვენი მეგობრები დაგვხვდნენ, ინგუშები, ჩეჩნები, ბიჭები. ჩქარიტაშით ახლა გადანაწილება მოხდება, უცებ გაარკვიეს რა როგორ რანაირად. მოდი დავანახოთ მაყურებელს, რომ აღიქვან სად ვინადირებთ რა. აი ეს პირველი მთა არა და უკან რო დიდი მთა ჩანს, ის უნდა გადავკეტოთ, იქ უნდა მივიდეთ მანქანით. რამდენადაც მეხვდები გაი, ანუ სარეკი ქვემოდან წამოვა და ჩვენ ზემოთ თავებს გადავუკეტავთ მალე რა. ძალიან კარგი ხეობა არის, მაყურებელს ახსოვს ეს ხეობა შენი ფილმიდან, აქ ჩვენ ნანადირები ვართ. საქართველოს გვაგონებს, რა თქმა უნდა. კი, საქართველოს გავს და მოკლედ ლანდშაფტი ზუსტად იგივეა რა ჩვენთან არის საქართველოში. ამიტომ მორეკვა ალბათ ცოტა არ იყოს გაჭირდება, მოდი პირდაპირ ხო, მაგრამ არ არის ადვილი გადასალახი ლანდშაფტი. გამოცდილი რეკავები გვყავს. ეგ გვაიმედებს. და რაც მაიმედებს კიდე ძაღლით არიან, ანუ თქვენ იცით რომ რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე ერიდებიან ხოლმე ძაღლით ნადირობას, მაგრამ ჩვენი პატივისცემით ძაღლით ვნადირობთ დღეს.
მოკლედ, სოსო, შენი შეგრძნებები. პირველად ხარ აქეთ, როგორ გადმოხვედი, საზღვარი მოგეწონა, არ მოგეწონა, როგორ იყო? ყველაფერი კარგად იყო, ნორმალურად. ნაბური იმის გარეშე ვერაფერი არაფერს ასთან მგონია რამე ხდებოდეს, მაგრამ თავარია მშვიდობიანად, ცოტა წვალებით, მაგრამ მოვედით დანიშნულების ადგილზე, დავხვდეთ შესანიშნავი ხალხი, შესანიშნავი გარემო, შესანიშნავი ამინდი ნადირობისთვის და იმედია ღმერთი გაიღებს რაღაცას ჩვენთვისაც და ყველაფერი კარგად დაგვაქვს. კარგი გვაქვს, ჩემო სოსო და ნახოთ ღმერთი რას გვაჩუქებს. ნახოთ, მაშინ დავიძრათ, ხო? და ჩვენს ღმერთზე დამოკიდებული რას გამოიმეტებს ჩვენ. ნამდვილად ესეა. კაი, დავიძრათ. წარმატებები ყველას. გვაგვიანდება, გვეუბნებია რომ დააჩქარეთო. იწყება, ყველაფერი ეხლა იწყება, მეგობრებო. მაგარი ყველაფერი იმისთვის რომ მანქანიდან გადმოვსულათ ისე ამონო კომპრესორია, ხო? კომპრესორია. ყველაფერი შიგნიდან არეგულირებს. ემოვნები გაკეთებული. მაგარი. ნუ საადამიანს ნაფიქრი აქვს. შესაბამისად ეს ყოველდღე. ეგრეა. მოკლედ მოხდა შემდეგი რამ. გავიყავით, რა თქმა უნდა, ნაწილი წამოვედით მანქანით მივდივართ უფრო ზემოთ ნომრებისკენ. ნაწილი ქვემოთ დარჩა, ჩემი მარლენიც ქვემოთ დარჩა და გადანაწილდებიან ქვემოთ მხარეს დაუკეტავენ რა. ჩვენ სამს მე სოსოს და ერთ ადგილობრივს ან ორ ადგილობრივს სამანოთხკაც გვერგო წილად ზემოთა თავის ჩაკეტვაზე, მთაწელის ჩაკეტვა და ნახოთ, საკმაოდ ექსტრემალურ გზებზე მივდივართ, მაგრამ ესე ცურვაცურვით მივსრიალებთ რა ხოშიანად ჯიგრულად. ადგილობრივები განიხილავენ სარეკის მიმართულებას. როგორ უნდა გააკეთონ მოკლედ და მაგის მიხედვით გადავნაწილდებით ჩვენს ნომრებში. Вот до деревьев или до конца вон там. Вот до конца будет метров, наверное, 300. До хребта. 300 максимум. Не будет столько. Даже и то вам не будет. Нет, 300 будет наверху. А суля тоже. Да. О. Это кабаны. Да, нет. Здесь кабаны есть. Да. Мы вчера пришли сюда. Да. Свяжи сюда. ტალახი ისეთია, რომ ფეხის ტრიალებს ძალიან რთული გადასაადგილებელია. ესე იგი მე აქ დამტოვეს, პრინციპში ისე მანქანით მივედით, რომლადეს ასე ვაფშე არ არის. მითხრეს რომ ჩავკეტო კუთხე, რომ ეს მინდორი ვაკონტროლო და იქიდან არის კიდე ერთი ამოსასვლელი, რომ მივიდეთ ხა დავდგები ნომერში და ვნახოთ რა და რომ. Марлян, иди вон пригорок, видишь? Да, вижу. Вон. Ага. Проберись туда, садись прямо, и все. Хорошо. Там троп, ты можешь сюда стрелять. Я почему говорю? Чуть ниже, там место есть. Хорошо. И ты будешь их видеть. Хорошо. Спасибо. Удачи, ребята. Все, удачи. ეხლა ტყუებს ჩავდენი და ცოტა ნომერს დავათვალიერებ, ასე ვთქვათ. პირველი გავუშვათ, რეჩოკი გავუშვათ პირველი. ბოლო თავდაცვისთვის არტეჩი ესე და ერთი ჟაკანიც. Drill შოკი. შვენიერი. აქეთკენ მარჯვენა მხარეს გადასარევი მხედველობა მაქვს საკმაოდ დიდი.
არეალი არის იმისთვის, რომ ნადირი დავინახო. ეხა წავალ ფეხით, ნახო მარცხენა მხარეს რა მელოდება. საკმაოდ დიდი ტერიტორია არის. ну თუ ისე წავიდა იმ მინდორზე გავა ყველა ვარიანტში, ანუ აი ესე წამოსული მინდორზე გავა. მაგრამ არ გამორიცხოთ, რომ აი ესეც ამოჭრა, სულ შესასვლელები აქვს, აი ხედავთ. აი ეს ძალიან მშობილი კი არის. ხო, ну სადღაც შუაში უნდა დავდგე და ორივე მხარე ვაკონტროლო. აი აქეთკენ უკვე ვეხარ. აი ბატონო, სადღაც შუა ოპტიმალურ ადგილს მოვნახავ, რომ ეს ამოსასვლელიც ჩანდეს და მინდორზეც სასრული მქონდეს, რომ მივასწრავ. ჩავდექი ნომერში, საიდანაც ხედვა იდეაში გლობულიანი ტოფისთვის ნორმალური არის და სასრული ადგილი ერთი გვაქვს. აი იმ მხარეში, მეორე აი აქეთ და მესამე ვარიანტი არის აი ამ ადგილზე შეგვიძლია სროლა და გატარებულზე კიდევ აქეთ. შეიძლება შეფასდეს ეს ადგილი სადღაც 70-იანი მხედველობით რა 70%-იანი მხედველობით 9 გაკლიანი კარტეჩი ბაშიერი პელაგრის წავაქვევით ზევით კი ჩავდებთ ჟაკანს. ჟაკანი დატენილი არის ჩვენი მეგობრის სულტანის მიერ. ეხლა კი თქვენის ნებართვით ჩავრთავ სიჩუმეს. მე მგონი ძაღლის ყება მესმის. გამომდინარე იქიდან რომ აქ სოფლებში არ ყავთ ხოლმე ესე ძაღლები როგორც ჩვენ საქართველოში. მაგიტომ მგონია რომ სარაკი დაწყებულია უკვე. სარაკი დაიწყო პირველი გასროლა გავიგეთ იქიდან. მეგობრებო, მკაფიოდ მესმის ახლა მარეკის ხმა. სამწუხაროდ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ამ საომარი ვითარებიდან გამომდინარე კომუნიკაცია ფაქტიურად შეუძლებელი არის. არ მუშაობს არაფერი, არ GPS-ი, არც მობილურები, ანუ გამორიცხულია კომუნიკაცია რა მოკლედ. რაღაცა პერიოდში ერთხელ მესიჯი მოსდით ადგილობრივებს, რომ აი ახლა ჩაირთვებაო თქვენ ტელეფონიო ამა და ამდენი საათითო. მე ისევ დიშავენ. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. სულთანმა დამიძახა, რომ ჩახსენი ნომერი და გამომყევიო. მარეკმა ჩემს კვებით გაიარა, ჩემ მხარეს არაფერი გამოსულა. საინტერესოა გოგოსთან რა ხდება. მანქანა დავია. ძაღლის ხმა გუსმა. შორს მაგრამ ახლა მე დავწუდეთ, რომ ფეხით ამოსულიყავი. სულთანი იძახის, რომ ჩვენი მეგობარი, რომელიც მარეკშია გასული, თურმე უბნებოდა, რომ დათვის კვალი დავინახეო. აშკარად
მდინარე გადაკვეთავ. როგორც ჩანს, ქვევით გაგვივიდა ხევში. მეგობრებო, ძალმა დიდი ალბათობით გააჩერა ტახი. არა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ეს ტახი იმდენად დიდია, ძაღლი ვერ ძრავს, რა საერთოდ არ ინძრევა ტახი. დგას ერთ ადგილზე გვესმის ყეფა. მაგრამ მთელი პრობლემა ამ ყველაფერში ის არის, რომ ვერ მივდივართ ფიზიკურად იქამდე. რატომ? რომ ხევი, აი ახლა თუ ხედავთ, აი აქეთ მხარეს როგორც არის სალი კლდეები, ზუსტად ესეთი ლანდშაფტი არის აი აქ სულ თელს სიგრძეზე. ამის გამო ჩვენი იქით მხარეს გადასვლა ფაქტიურად გამორიცხულია. ეს რომ ყოფილიყო დაუშვათ კოლტი ტახებისა, მაშინ გოჭებთან ერთად აუცილებლად დაიძვრებოდნენ რა და გავიდოდა ეს კოლტი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს მდგომარეობა გვაუწყობს იმას, რომ არის ეგრეთ წოდებული სეკაჩი, ესე რომ ეძახიან რა. ცალკე მარტო მამრი ტახი. ეხა პერიოდი აქვს შეჯვარების და იმდენად აგრესიულები არიან, რა ვიცი. შეიძლება ძაღლიც კი გააფუჭოს. უნდა შევიკრებოთ ცოტა უფრო ზევითო. ალბათ გადაწყდება რას ვიზავთ, იმიტომ რომ ძაღლი ისევ გაჩერებული არის ზვრის ადგილიდან. ჩვენ კი ნადირობა გვინდა. ნახოთ მოკლედ კოლექტივი რას გადავწყვეტავთ. ქვემოთ უნდა წავსულიყავი, ორი კაცი აქ არ იყო საჭირო. Так, сюда мы плохо пришли. Один человек там должен был спуститься. Не, знаешь, видишь, он на ту сторону перешел, видел, там речка, на ту сторону. Надо было вот так спуститься одному из нас. Вместе гонют. Два перевала. Тогда нужно людей сюда поднять, чтобы номера поставить и гайначить заново. Да. Вот машина едет. Кайге, ხო გასრულა მალენ? ესე იგი ვიღაცა გადაყვა. მაგ ფერზე ვერ ჩახვალ, გაუვალი არის, მაღლა უნდა ახვიდე, ქვემოთ ვერ ჩახვალ, გაუვალი ჯაგები არის, არ არსებობს. გოგა ძაღლი აღარყებს. სანამ ჩვენ ვჭობთ, რომ სარეკი უნდა ჩავიდეს მანქანით და აი ეს ფერდი გადაუკეტოთ და სარეკი იქიდან მოაწვეს, ქვემოდან ორი გასროლა იყო. ვიღაცა, რომელიღაცა ჩვენი ნომრიდან გადაყვა რა, ქვემოთ. როგორ მოახერხა არ ვიცი, მაგრამ მოახერხა ფაქტია, იმიტომ რომ ორი გასროლა იყო, მარლენი წავიდა ეხლა მაღლა. სადაც მე ვიყავი ასული, რომ იქიდან გადახედოს. Аслан, а ну расскажи, я услышал... Обман слуха было, обман слуха как бы. Да? Потому что эхо оттуда отдает. Ты когда сюда идешь, получается, что собака эхо там лает, получается. Ва. А когда я сюда спускаюсь, мне кажется, что она там лает. Мне пришлось сюда вниз опуститься, вот так повернуться и уже конкретно уже где. Да. Потом понял где-то метров 300. С Ва, левой так стороны. далеко вот было, как да? мы стоим, в речке Да. стоим 300 метров. И это, я как понимаю, за речкой было, За да? речкой где-то метров 200, как поднимаешься Ясно. туда, вон где эта поляна. Да. Ясно.
ხედავთ, ამინდ კვეთრად შეიცვალა. დილით მოგახსენეთ, რომ საკმაოდ თბილი ამინდი იყო და კარგი სანადირო დღე გქონდა. 1 საათში მოხდა რადიკალური ცვლილება და ჰიდრომეტეო პირობებიდან გამომდინარე მეორე სარეკი ფიზიკურად ვეღარ მოვახერხეთ. მოთოვა, ხოშკაკალი მოდის, ქარია, როგორც ხედავთ და გადაწყვეტილება მიიღეს ჩვენმა მასპინძლებმა, რომ ესეთ ამინდში თან პრინციპში არავინ მზად არ ვიყავით, ხომ წყალგამომტარი შარვალი მაცვია, მაგრამ ზევიდან არაფერი წყალგამომტარი არ ემაგ და აქედან გამომდინარე ნადირობა გადაიდო და გადავედით პირდაპირ მეორე განყოფილებაზე. ხვალ უკეთესი ნადირობის იმედით, მშვიდობებით და ხვალ შეხვედრით. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მარლენ, გრძელდება ჩვენი მოგზაურობა ჩრდილოეთ კავკასიაში. გუშინ ვიყავით ინგუშეთში. დღესაც პრინციპში ინგუშეთში ვართ, მაგრამ ოსეთის საზღვართან ჩვენმა მაყურებელმა იცის ეს ადგილი, იმიტომ რომ წინა წელს ახებზე გქონდა მე და შენ ბედნიერება ნადირობის. ისევ მოვედით ჩვენს მეგობრებთან, ბაშირი დაგვხვდა თავის სამეგობროსთან ერთად და ისევ იმედი მაქვს, რომ წარმატებული და კარგი ნადირობა გვექნება ტახზე. როგორც შარშან, როგორც მინიმუმ. ან უკეთესი. მოკლედ, მეგობრებო, შარშანდელი ვისაც არ უნახავს, ძალიან გთხოვთ ნახეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგი სანახაობა გელით. ძალიან კარგ ადგილზე ვართ. ჩვენი სულთანი გამოყვა შარშან შეუძლოთ იყო და ვერ წამოვიდა ამ ნადირობაზე ჩვენთან ერთად. დღეს მხარს გვიმშვენებს და ესეთი გაერთიანებული ნადირობა გვაქვს, ასე ვთქვათ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ინგუშების. ამიტომ ნახოთ, რას მოვიტანს ეს ნადირობა. სხვადასხვა უნდა აღინიშნოს, მეგობრებო, რომ აქ გვაქვს მარტო ტახის ლიცენზია და აქედან გამომდინარე მგლისაც? კი, ტახი და მგელი. ხო, და აქედან გამომდინარე ამ ორ ობიექტზე იქნება დღევანდელი ნადირობა. მინდა გითხრათ, რომ ალენი ოდნავ შეცდა, ჩლიქოსანზეც გვაქვს ლიცენზია, შველით შეგვიძლია რომ მოვინადიროთ. დათვი არა გვაქვს აქ. მართლა? დათვი გვაქვს ჩეჩნეთში და ინგუშეთში. მე ახალი მოსული ვარ. ეს ახალი მოსული არის. მოკლედ, ნახოთ, ვინადიროთ და რაც გამოვა, ყველაფერს განახეთ. იდეაში ამ ყველაფერს გვეტყვიან კიდევაც, რა? Ауцилებლად ჩაგვიტარებენ ინსტრუქციას. წავედით. Так, уважаемые друзья, охотники, гости. Сегодня мы встретились. Год не виделись. Да. Приехали гости из Грузии, приехали гости с Ингушетии. Всех приятно видеть. Всем добрый день и удачи сегодня. Спасибо. Мы тоже рады вас видеть всех. Сегодня на все половозрастные группы кабана и на хищника. Волк, шакал, лисица. Всех прошу соблюдать правила техники безопасности. Пока двигаемся, оружие должно быть разряжено. Заряжаемся только на номерах. Конечно. Так, все загонщики, все в сигнальных жилетах, сигнальных шапках. Я уточню, пожалуйста, у меня вопрос. На косулю мы не охотимся. Косуля нет. Косуля у нас Ты нет был лицензии, и косуля Ясно. в этом районе запрещена для Все охоты. ясно. Все Ясно. Спасибо огромное. იმედია შედეგის თვალსაზრისით განსხვავებული იქნება გუშინდელი დღისგან და მოვინადირებთ იმას, რაზეც იყო საუბარი ინსტრუქტაჟის დროს. აი ამიტომ არის ჩემო მეგობრებო მნიშვნელოვანი მოწყობას ყველა დაესწროს ძალიან დიდი ყურადღებით, იმიტომ რომ შესაძლოა ერთმანეთში რაღაცა დიალოგები იყოს, ერთმანეთში იყოს ის მოსაზრებები, რომ ამაზე შეიძლება ნადირობა, იმ ნადირზე შეიძლება ნადირობა, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი უნდა თქვას მხოლოდ და მხოლოდ ნადირობის მომწყობმა. ასე რომ წავედით, უკვე განათებული გონებით, ვიცით რაზე ვნადირობთ. დამტოვეს ნომერში, რაღაც უთაქვევით უნდა ჩავიძიოთ.
და შევარჩიოთ ჩვენთვის კარგი ადგილი. გზადაგზა ვაწყდებოდით კლუბს, რაც ძალიან გვახარებდა და ერთ-ერთ ესეთ ახალ გადასულ ყველაზე საკმაოდ დიდი არის მოდიოს. საკმაოდ დიდია. დავდექი მე. ჩემამდე ერთი ნომერი არის, თუ არ ვცდები და ბიჭები წინ წავიდნენ. ეხლა მოვეწყობი, მომემზადები და ცოტა ხანში დაგიბრუნდებით. აქ ამორბენილს კარგად დავინახავ. წინიდან ამოსულსაც კარგად დავინახავ. ცოტა მარჯვნივ მიჭირს და გული მეთანაღრება. იმიტომ რომ პირველი ნომერი ალბათ ერთი 100 მეტრით მაღლა მაინც არის. შეიძლება ცოტა მეტით. მოკლედ 100-ია თუ ისეა. დავფუძნდი და დავველოდები სარექს. საინტერესო არის მარლენი თუ დადგა უკვე და მის ძველ ნომერში დადგა თუ სადმე ახალ ადგილას. ჩავდექი ნომერში და ველოდები მარეკის ხმას. ჩემს მერე კიდევ 2 თუ 3 კაცია გადასანაწილებელი. იდეაში მალე დაიწყება მორეკვა. იარაღი მიკავია SKS-ი რუსული წარმოების 7.62-39 კალიბრით. ძაღლების ხმა მესმის. ძაღლის ყეფა ისმოდა დაახლოებით ალბათ 250 მეტრში, მაგრამ ნელ-ნელა მომშორდა. მიაყარეს იქიდან. კიდე ერთი გავარდა, მანამდე 4 გასროლა იყო. 2 გასროლა იყო ეხლა აქედან. არც თუ ისე შორს. მხედველობის არეალი არც თუ ისე ცუდი მაქვს. შეიძლება ესეთი პროცენტულობი მაჩვენებლით გამოვყოთ. ვფიქრობ ალბათ ერთი 75-80%-იანი მხედველობა მაქვს. მართალია დათოვლილი ტოტები ცოტა ამცირებს ამ ასე ვთქვათ მხედველობას, მაგრამ მაინც არ აუშავს. იდეაში აქ გამოვლილი ნადირი წესით არ უნდა გაგვექცეს თუ გაგვიმართლა საერთოდ და დავინახეთ. ძალიან კარგ ნომერში ვიდექი რა. ჩემს წინათ ესე ხო ჩადიოდა ერთი ბილიკი, მეორე კვალი ესე არის ჩამავალი. რამე რო ამოსულიყო დიდი ალბათობით გამარჯვებას ვეტყოდი. არ გამიმართლა. ახლა ნომრები ნახმა ისმის დიდი ალბათობით ნადირობა მორჩა. არ ვიცი ჯერჯერობით რა გითხრათ. ფაქტი არის რომ აქ სიჩუმე იყო და დიდი იმედი მაქვს რომ ბიჭებმა რაღაც მოინადირეს. მალე ალბათ შევიკრიბებით და ყველაფერს გაგაგებინებთ. თავიდან გავიგე 4 გასროლა მიყოლებით, მერე იყო 3. ეგენს უზაკო. კარგა. არა მგონი. ვითომ მე ბიჭო მომეჩვენა. არა ისარგებლოს. არა. სულეჯი? დევნაში. ვა. ეს უნდა ჩაიკეტოს მაშინ ქვედა მხარე. Грузик как спокойно? Да, спокойно. ნომრები მოიხსნა. ძაღლია გასული ძალიან შორს და ისმის ყეფა. მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უნდა დავიქსაქსოთ ტყეში გამოსასვლელებში, საიდანაც მოსალოდნელი შეიძლება გახდეს, რომ ნადირი გამოვიდეს.
რაციაზე გადმოცა ადამიანმა მარეკმა, რომელიც ძაღლის მოსაყვანად წავიდა, რომ ძალიან დიდი კოლტი შემოვიდაო ამ ტყეშიო რა და უცებ მიიღეს გადაწყვეტილება ჩვენმა მასპინძლებმა და ჩაგვაკეტინეს, ეს ხეობა ასე ვთქვათ რა. ეხლა ჩავალთ დაბლა დაახლოებით 400 მეტრის მანძილზე მოგვიწევს გადაკეტვა და გააკეთებენ კიდე მორეკვას. დავდგებით ახლა გზაზე. ძალიან კარგი გამოსასვლელია, მხედველობა გადასარევია, რაღაცას ვეცდები ამოვეფარო და გავაკონტროლო რა როგორ და რანაირად იქნება. ცოტა ხანში დაგანახებთ, იმედი მაქვს რომ გამორეკავენ ამ კოლტს. აი რატო არ მარინჯისფერი კაი. იქით მონადირე დგას, რომელიც არ ჩანს. და მე ამ ბილიკზე ველოდები ნადირს. ფაქტიურად ამ ბილიკზე დგას ისიც. მოვეწყვე ნომერში. ეხლა სარეკს დაველოდები. ჩემგან მაღლა 80 მეტრში კაცია და ქვემოთაც ხამამეს მოდა დაახლოებით იგივე მანძილზე ქვემოთაც ადამიანი დგას. ძაღლის ყეფა ისმის ქვემოდან შორს ძალიან. იმედია აიყვანა ნომერმა რა კარგი გასროლები იყო. ჩემ ზემოთ ვიტალი კადგას და მერე წესით სოსო უნდა იდგეს. საუბრები მესმის იქიდან. უეჭველი აიყვანეს, აი ძალიან დიდი ალბათობით. მე მგონი წარმატებით ჩაიარა ჩვენმა ნადირობამ. ერთი სული მაქვს მევიდე, მაგრამ ნუ ჯერ არ მოვიხსნები მაინც ნომრიდან. მარცხი ელანდზეა, როგორც გურულები ამბობენ. აი ძაღლის ყეფაც ისმის. ძაღლი ალბათ კვალზე მივიდა უკვე მონადირებულთან. აი ძალიან დიდი იმედი მაქვს. Взяли, не знаешь? Да, ушли. Ушли? Да. Да ты что? Пустили они. Да ты что? Кто стрелял? Казик или кто-то стрелял. Ах ты, блядь. Подожди, я пойти с тобой или номер? Давай, пойдем. Подожди, я свой этот принесу. Все. Барабан принесу свой. Давай. И патроны достану. Давай. Блин. გაუშვიათ. ხდება ხოლმე აცდენები, ეხა მივალთ გავიგებთ რა მოხდა. ხედავ შენ, ესე იგი, რამდენი ტახი უნახავთ, ბიჭო და გამოვიდათ ნომრებში და ვერ მოახერხეს то აღება. Ну, Нашли. не ожидал. Нашли. Подтянули. Да. Перевели. Это самое легкое место было, которое Самое можно... легкое. Да. 5 выстрелов я слыхал, и я подумал, мы что оттуда его выгнали. 100% взяли бы. Идет, я вот сбоку пошел, я ему говорю, Да. я чуть впереди тебя, я с птичьи, там птицкие Да. защебетали. Блядь, думаю, в любом случае должен быть. И он кричит, блядь. Говорит, пошли, говорит. И они вниз хотели идти, и я стоял, ба-ба-ба-ба, и они развернулись и сюда пошли. Не, я там просто поднимал. Они стреляли, не попали. Крови нет. Таджик. А их взяли? Я думаю, потому что они за круг прошли, добили, да. Добили? 10 штук было кабанов, как он сказал, вот этот парень. А кто стрелял? Ჩვენ თავს ქვემოთ этот ამისთან ერთად ვინც არის ეს ბიჭი. Хорошо, ну может быть взяли тогда. 2 стреляют, да зачем стрелять? Там лаяли собаки, да значит. Да, Лая тоже. Ладно, садитесь. Надо сверху подняться. Ну, машину садитесь и все. ესე იგი, მაინც აიყვანეს, რა გინდა, სოსო, ნადირობა შედგა. Султан, ты стрелял? Ты стрелял? Никогда я смело стрелял. Აი, კოლტმა ასე ჩაირბინა. ის ერთი დაჭრილი მაღლა წასულა.
Хороший. Кого поздравить? Который опоздал на охоту. Удачно опоздал. Поздравляю. Поздравляю, блядь. Больше было еще? გოგა, შენ ხო არ გაგიმართლა ბიჭო? არა. აბა ვინის როლა? Азбегმა. Აი ამ კაცს. ვა, გენაცვალე მეშე. Сколя? Вот этот и еще один скровик. Сколя. скровик? ბიჭო, კარგი ვარიანტია, ხო? ესე იგი მე ვიდექი ამ ბიჭის შემდეგ სულთანი იყო. დიახ. და მე ვიდექი მე, რა. კოლტი გამოსურა 9 დავითვალებო სულთანი. ამ ბიჭს უსრია გაქცეულა და უღაწყვეტილი ყოფილა რომ ვერ ავიღეო. მე სულთანს დაუნახია შორს დაახლოებით აქედან 150 მეტრში რომ ძირითად კულს გამოიყო ერთი. და უეჭველი დაჭრილი არისო და მისდიეს კვალზე სისხლიც იყო და აიყვანეს. მოკლედ კარგი საინტერესო ნადირობა შედგა. ჩვენი სოსო იყო ახლოს. დაინახე რამე? დაჭირი ვაჟე, ვერ ვისროდი, იმიტომ რომ ხალხს გავაყავდი არა. გასაგებია. მეგობრებო, მოგესალმებით ქალაქი მახაჩკალიდან. კასპიის ზღვა. ჩამოვედით მეგობრებთან ნადირობის შემდეგ. ჩვენი არხი ცდილობს რომ ნადირობის მიღმა კიდე რაღაც კულტურული დავანახოთ ჩვენს მაყურებელს და გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს ის ქალაქები და ის კულტურა, რაც ნაკლებად ცნობილი არის ჩვენთან. რახან გვაქვს ესეთი საშუალება წინაზე გროზნო მოვინადირეთ, ასე ვთქვათ. ეხლა მახაჩკალას ვესტუმრეთ. დაგათვალიერებინებთ ხალხო, მართალია ამინდი არ გვიწყობს ხელს გოგამ კიდევაც აღნიშნა რომ ქარია, მაგრამ ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ რაღაცა დონეზე შევძლებთ და სანახაობას შემოგთავაზებთ. წამოდით ჩვენთან ერთად. რაც შემილია რომ გითხრათ რომ ძალიან ბევრი მტრედია, თოკო უკან თუ მიხევ. სანადირო სიტუაცია არ ნახე პირდაპირ რა. if ისე თოფილა წამოგვევა. არა ბიჭო, ქალაქის ტრენდებია. ძალიან დიდი იმედი გვაქვს ასევე რომ შევხვდებით აქაურ მონადირეს, რომელიც მეტნაკლებად მოგვიყვება რაზე მიდის ნადირობა დაღესტანში, მთებში, ზღვაზე. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ იხუზე ამომწურავ ინფორმაციას მივიღებ და არ გამოურიცხავ რომ აქაც ჩამოვიდეთ სანადირო. მე შენ შეამჩნიე წეღარო თქვი წავედით მეთქი? მე ცივა წავედით ქალაქში, წამოყვებით ქალაქი დაოთვალიერეთ. В общем, Республика Дагестан, куда вы приехали, у нас 10 городов. 1222 крупных села, 6000 населенных пунктов. И население республики на сегодняшний день превышает 3 205 000 человек. А сколько человек живет в городе? В нашем городе, в Махачкале, более 750 000 человек. Грузины живут? Конечно. Серьезно? Да. А сколько их мы знаем? 0,4. 0,4. Меньше 1%, да. Я слышал, что у вас есть православный собор. У нас имеется, да, православный собор. Находится он у нас на улице Мирзабекова. Но я вам скажу, что
Вообще первый собор на самом деле был именно на вот этой вот площади. Здесь с этой стороны часовня, а с правой стороны у нас будет точно такая же мечеть. А вот грузинская часть у нас хребет один, как вы знаете, да. И вот больше Шамильский район, у них даже есть села, вот я рассказывала в машине, Кахиб село. Взяло название от грузинского слова кахи. В Дагестане проживают более 70 этносов, 34 коренные национальности, у 14 из которых имеется свой алфавит и своя письменность. Каждый из наших народов свой язык, своя культура, свои традиции. В принципе, как менгрелы, сваны и туши. Грузины в основном не понимают, если не знают. Мы можем обратить внимание на ковры, которые вот как раз под нами и находятся. И если мы их начнем считать с самого начала, то их будет 14. А почему 14? Сколько у нас коренных национальностей со своей письменностью? Да. Очень интересно. Это аллея ковров. Да. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მოკლედ მეგობრებო, ჩვენს მეგობართან ვართ ახლა სტუმრად მოსულები, ვიმყოფებით ისევ მახაჩკალაში, როგორც თქვენ ხვდებით და დაღესტნელებსაც აქვთ თავიანთი, ასე ვთქვათ, ტრადიციები და ადგილი, სადაც შეიძლება რომ ვინადიროთ და პატარა კითხვებით ვფიქრობ, რომ გავავსებთ და თუ შევავსებთ ამ ჩვენს გადაცემას. როგორც მინიმუმ საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის, იცოდეს რაზე არის აქ დაშვებული ნადირობა. სავარაუდოდ იგივე ყველაფერი, რაც ჩვენთან არის ცხოველი, მაგრამ უბრალოდ დაშვებული არის ნადირობა ჩვენგან განსხვავებით. რა და აი ეს იქნება საინტერესო რომ ვკითხოთ რა როგორ და რანაირად. У меня вот первый вопрос. Если ты можешь сказать, на что у вас охотиться? На что можно у вас охотиться? У нас можно и на зайца, на фазана, на волка, на кабана. На тура можно горы поехать. Горная охота. Да, горная охота. На медведя можно, да, продаются лицензии? Да, на медведя тоже можно, да. Они вот эти охоты, вот горный тур, это ясно, высоко в горах. Но на кабана и на медведя, наверное, вот не стоит очень высоко подниматься. В предгорных районах здесь же. Я, например, у себя в Навокском районе, на границе Чечни, получается. Да. На границе Чеченской республики. Да. Там охотятся в основном на кабана. Много кабана? Достаточно, немало, да. Ну, не как Чеченская республика, у нас поменьше дичи, чем у них, конечно. Серьезно? Знаете, в Чеченской республике больше? У них больше дичи, да. Мы не напрасно едем в Чеченскую республику. Я сам был веденой, там бываю на охоте, там друзьям ездим. Веденой ездим, мы Чечню тоже, там больше намного. Хорошо, вот такой вопрос. Как я знаю, ну, это Каспийское море, Каспийское озеро. У нас говорят так, что часть утки, часть водоплавающих в Грузию заходит с Каспия. Значит, у вас должна быть хорошая охота на утку, на водоплавающих. Есть утка. Я вот буквально 3 дня назад был на уток в Сулаке. Здесь у нас недалеко отсюда, получается, уток много было, да. Вы на самом Каспийском озере охотитесь или это озера? Озера там отдельно, получается, от моря, да, как бы, да. Камыши? Камыши, да, камышах я в основном на уток охочусь. А как насчет гусей? Гуси заходят, залетают? Гуси бывают, чуть заморозки, когда бывают, они прилетают. Бывает гуси тоже, да. Знаешь, что меня интересует? Бывает, да. Вы охотитесь за ситки, это я понял, но вот чучела раскладываете на озеро? Раскладываем, да, и чучела, и этими там. Да, Голосовыми этими бывает. Все как у нас. Вот когда утка заходит, ее много бывает? Там В засаде сидеть и ждать, бывает, приходит и по одному, и по 20-30 тоже приходит утки, да. Мы сможем здесь организовать эту охоту? Да. Я думаю, что наши братья нам не откажут в этом. მოკლედ ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ გვაქვს პერსპექტივა კიდევ შემოგთავაზოთ ადგილობრივების ნადირობის ამბებიც. Я думаю, скажем большое спасибо нашим братьям. Вам тоже спасибо, то, что приехали гости. Почаще приезжайте, всегда рады гостям. Обязательно. На охоту, короче, я говорил, как мне вот приедут наши друзья, надо вместе поехать. Я, правда, от охоты чуть далекий. Вот наш брат
который уже опыт набирает. Сахай нас приглашал со своими братьями на горную охоту. Горную, К сожалению, я не знаю, как мы с Марленом осилим горную охоту в Дагестане. Наши физические качества, возможно, не Я был позволят. недавно там. Много нужно ходить? По горам километров 10-15. По горам километров 10-15. Это много, да, это много. Это много. Спасибо тебе большое, был очень рад с тобой познакомиться. Сахай, тебе спасибо, что с Вам таким тоже хорошим спасибо, народом всегда рады, всегда рады. Спасибо, дорогие. ეხლა ვართ მახაჩკალაში, ფუნიკულორზე. ჩვენს მეგობრებთან ერთად, რომლებმაც ძალიან გულით გვიმასპინძლეს და დიდი მადლობა მათ, უღრმესი მადლობა ზმობისთვის, მეგობრობისთვის, სიყვარულისთვის, მთელი გულით ცდილობენ, რომ ჩვენ შორის დაახლოვება მოხდეს და კავკასია ზოგადად არის ერთიანი და უნდა იყოს კიდეც. მე მგონი ყველანი გამეთანხმება. Присоединяемся то, что он сказал. Хотя ничего не понял, да? Ничего, зато знаете, что все хорошее сказал. Гаумарджос, можете сказать? Гаумарджос это да здравствует. Гаумарджос! თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება.